მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი შობის შესახებ, ქრისტეს შობის შესახებ და ამავდროულად ამ დღესასწაულის აღნიშნის შესახებ. თვითონ იესო ქრისტეს შობა არის უდიდესი სასწაული, ეს არის ამოუხსნელი სასწაული, რომელიც ჩვენ გვეუწყა, რომ ეს ასეა, რომ ღმერთი განკაცდა, მაგრამ ჩვენს გონებას დღესაც არ შეუძლია ამოხსნას ეს როგორ მოხდა, როგორ დაიტია დაუტევნელი ღვთისმშობელმა და როგორ მოხდა ქრისტეს, ანუ ღმერთის განკაცება. როდესაც ჩვენ ვიტყვით იესო ქრისტეს, პირდაპირ უნდა ვიცოდეთ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. აი როგორც მაგალითად ვიტყვით, რომ გიორგი ადამიანია, მაგრამ შემდეგ აი ეს გიორგი როგორ არის შედგენილი, რომ ადამიანი არის სულისა და ხორცისაგან შემდგარი არსება, აი მერე იყოფა. მერე არის ამაზე საუბარი, რომ ეს ესეა, რომ ადამიანს აქვს სულის ბუნება, ადამიანს აქვს ხორცის ბუნება. და ეს ორი არის ერთად ადამიანი. და ასევე როცა ვიტყვი ჩვენ ქრისტეს, ქრისტე პირველ რიგში ის არის ღმერთი. ჩვენ არ ვამბობთ ქრისტე არის ადამიანი, არა, ქრისტე არის ღმერთი, მაგრამ მერე უკვე როგორ არის ეს და რა ხდება, ამას უკვე განვიხილავთ, რომ ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული ადამიანი, შეურევნელად და განუშორებლად. ანუ ქრისტეს კაცობრივი ბუნება, რომელიც ძე ღმერთმა შემოიქარგა, ძე ღმერთმა, რომელმაც შემოიქსოვა, თუ რა ვიცი, რომელი სიტყვით თქვათ, სულიწმინდის მოქმედებით, მამის ძალით, ღვთისმშობლის მუცელში. აი ეს როგორ მოხდა, რა მოხდა, ამას ჩვენ ესე გონებრივად დაკონკრეტებით ვერ ახსნით, ჩვენ უბრალოდ ვიცით და ვამბობთ, რომ ღმერთი განკაცდა. როცა ღვთისმშობელმა შვა იესო ქრისტე, აი ესე შეიძლება დავყოთ, რომ ღვთისმშობელმა შვა ორივე ბუნებით ღმერთი, ანუ ღმერთი ძე ღვთისა, რომელმაც შეიმოსა მის მუცელში ადამიანური ბუნება, მაგრამ ეს ადამიანური ბუნება არის სრულიად შეერთებული და სრულიად გამხრთობილი. აი როგორც ეს მამები ამბობენ, როგორც აი ცეცხლი რო უერთება რკინას, რკინა უკვე წვავს და წვა არ არის რკინის ბუნება, რომ დაწვას, მაგრამ ცეცხლის შეერთებიდან გამომდინარე ის არის უკვე წველი. აი ასევე ღმერთმა რომ შემოიქსოვა და შეიერთა და შემოიგვამოვნა, ძველ ქართულად ეს ტერმინია, ადამიანი, ის ადამიანი არის იმ შეერთების წუთიდანვე ღმერთი, ოღონდ უკვე ბუნებით ღმერთი. ამიტომ ქრისტე არის ორი ბუნების, მაგრამ ქრისტე თვითონ პიროვნებას რო ვიტყვით ქრისტე არის ღმერთი. აი ეს სასწაული ყველაფერზე უფრო დიდი სასწაულია. ეს აღდგომაზე უფრო დიდი სასწაულია. ქრისტეს შობა, ქრისტეს განკაცება. კაცობრიობა უფრო იჯერებს იმას, რომ ქრისტე აღსდგა, ანუ კაცობრივი ბუნება რომ აღსდგა და მობრუნდა დედამიწაზე. ამის დაჯერება უფრო შეუძლია კაცობრიობას, ვიდრე იმის დაჯერება, რომ ღმერთი კაცი გახდა. ანუ ღმერთმა რომ აი ესე დააფასა ადამიანის ბუნება, რომ ის გახდა კაცი შეიმოსა და კაცად მოვიდა, ადამიანად მოვიდა. ღმერთ მამაკაცობრივი ბუნება, აი ესე ითქმის ქრისტეზე. და ეს არის
გონებისთვის დაუჯერებელი. ამიტომ ჩვენი რელიგია არის განცხადებული რელიგია, ნიშნავს რომ ჩვენ განგვიცხადა ეს გონება, მაგრამ გონებას ამის მოფიქრება არ შეეძლო. არ შეუძლია გონებას ამ დაიჯეროს რომ ღმერთი მოვიდა ადამიანურ ბუნებაში და სრული ადამიანი რომ მიიღო თავისი სულით, გონებით და ხორცით. და ეს არის ადამიანის ბუნების უდიდესი დაფასება. აი ანგელოზებზე ნაკლებიო, ოდნავ ნაკლული შემქმენიო, ასე ამბობს დავით მეფე. და ადამიანის ბუნება ითქმის, რომ ანგელოზებზე უფრო ნაკლებია იმ გაგებით, რომ ადამიანის სული მოთავსებულია აი ტლანქ სხეულში და სულთან მიმართებით, რაც არ უნდა განსულიერებული იყოს სხეული, მაინც ტლანქად იწოდება სულთან მიმართებით და აი ეს სხეულის სიტლანქე, რადგან გააჩნია ადამიანს, ამიტომ ითქმის, რომ ის არის ანგელოზზე უფრო დაბლა მდგომი ბუნებით. მაგრამ ადამიანი ანგელოზზე მაღლა დგას პატივით. აი ეს პატივი არის ის, რომ როდესაც ღმერთმა ინება, რომ ადამიანის სული და ხორცი შეემოსა, ამით ის აღამაღლა აღდგომის შემდეგ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა, ყოველ ქმნილებაზე მაღლა, დაჯდა მარჯვენით მამისა, დაჯდა ის როგორც ადამიანი მარჯვენით მამისა. და ასევე ოქროპირი ამბობს, რომ ანგელოზებმაც მაშინ იხილეს ღმერთი, როცა ქრისტე განკაცდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანგელოზები ღმერთს ვერ ხედავდნენ, მაგრამ იმ სისავსით, რა სისავსითაც ღმერთი ვლინდება ქრისტესგან, არსად და არაფერში არ ვლინდებოდა და არ გამოვლინდება არსად. მამას, ძეს და სულიწმინდას ჩვენ ქრისტეს გარეთ, არც მზეზე, არც მთვარეზე, არც ვარსკვლავებზე, არც ანგელოზებში და არც ადამიანში ვერ ვიხილავთ ისე, როგორც ამას ვიხილავთ ქრისტეში და ქრისტეს მეშვეობით. იმიტომ რომ ქრისტე არის თავისი კაცობრივი ბუნებით, არის ის სასუფეველი, ის სამკვიდრებელი, ის ადგილი, თუ შეიძლება ესე ითქვას, სადაც მკვიდრობს ღმერთი თავისი სისავსით. და აი ეს მოხდა თანმიმდევრობით, რადგან თანმიმდევრობაში იგულისხმება ის, რომ განკაცდა არა სამება, არამედ განკაცდა ძე, მეორე ჰიპოსტასი და შემდეგ უკვე გადმოდის მასზე ნათლობისას, ნათლობა რომელიც მას არ ჭირდებოდა, მაგრამ ეს არის დასაბამი ჩვენი ნათლობის და ჩვენზე როგორ გადმოვიდეს უნდა და როდის გადმოდის სულიწმინდა, აი ამისი ამას დაუდო დასაბამი და როგორც სახარებაში წერია, მასზე გადმოდის სულიწმინდა ტრედის სახით და მასზე რჩება და მამის ხმა ისმის ზეციდან, ეს არის ძე ჩემი საყვარელი. აი ეს არის სამების განცხადება, ეს სამება განცხადდება ქრისტეში და ქრისტეს მეშვეობით. სხვანაირად ადამიანი ღმერთს ვერსად და ვერასოდეს ვერ იხილავს და თუ ვიხილავთ ერთმანეთში, ანუ ქრისტიანებში, ქრისტეს მიმყოლ ადამიანებში, ვისაც ქრისტე აძლევს საკუთარ თავს და აძლევს სულიწმინდას. და ესე ამბობს, რომ ვისაც უყვართ ჩემი სიტყვები, მას მე შევიყვარებ და მე და მამა მოვალთ და მასში დავიდებთ სავანეს. ეს არის ადამიანის ბუნების უდიდესი დამსახურება და პატივი. აი ეს სასწაული არის შობა და ამ სასწაულზე, ამ საოცრებაზე ვისაუბრებთ დღეს მამები. გრიგოლ ღვთისმეტყველს აქ ესეთი სიტყვა შობაზე, რომ ამბობს ღმერთი დღეს მეორედ გვიკავშირდება და დღევანდელი დაკავშირება უფრო დიდია ვიდრე პირველი კავშირი.
ანუ ის რომ პირველად ღმერთმა შექმნა ადამიანი, ეს იყო რა თქმა უნდა წმინდა ბუნების, ეს იყო მაშინ აღმატებული, მაგრამ როცა ეცემა ადამი და კარგავს ის ღმერთთან კავშირს, აი შემდეგ რომ ღმერთი მოდის და განკაცდება და უკვე დაცემულს, უკვე ისეთ ბუნებას ღებულობს, რომელიც ადამიანის უძლურებების მატარებელია გარდაცოდვის, აი ეს არის უფრო აღმატებული და უფრო დიდი კავშირი. და გრიგოლ ღვთისმეტყველს ესე აქვს, რომ შობაზე დღეს უფრო დიდი დღე არისო, ვიდრე ის დღე, რომელ დღესაც ღმერთმა ადამიანი შექმნაო და საერთოდ სახარების მათე სახარება ესე იწყება ხო ამ სიტყვებით, რომ წიგნი შობისა იესო ქრისტესი და რა თქმა უნდა ეს ისტორიული ისიც არის, რომ ანუ წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ანუ როგორ იშვა ქრისტე, როგორ ეცხადება ანგელოზები, მწყემსებს, როგორ მოდიან მოგვები ქრისტესთან და ასე შემდეგ, მაგრამ ამასთანავე ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის და რომელიც წიგნითაც უნდა ისწავლოთ, როგორ უნდა დაიბადოს შენში ქრისტე. ანუ როგორ უნდა მოხდეს შენშიც შობა ქრისტეს, იმიტომ რომ მარტო ისტორიული ფაქტი ის რომ ქრისტე დაიბადა და თუ ქრისტე შენში არ დაიბადა, მაშინ ეს ჩვეულებრივად შენთვის არის როგორც ისტორია და შენთვის არაფრის სიკეთის მომტანიც არ არის და ამაზე არის რომ ესეთი რო შევადაროთ, აი როცა მოგვები მოდიან იერუსალიმში და იკითხავენ რომ ვარსკვლავი ნახეთო უცნაური და ჩამომოდიან იერუსალიმში, მაშინ ჰეროდე შეძრწუნდაო, იმიტომ რომ გაიგო რომ ესე იგი მესია დაიბადა და მღვდელმთავრებს მოუწოდაო მწიგნობრებს და მათგან გაიგო ჰეროდემ და მოგვებმაც რომ ბეთლემში უნდა შობილიყო. ესე იგი მღვდელმთავრებს მაშინდელი დროის და მაშინდელი დროის მწიგნობრებს და ეკლესიას ბიბლიურად ჰქონდა ცოდნა იმის შესახებ, რომ ბეთლემში დაიბადებოდა. მაგრამ თვითონ არ წავიდნენ იმ გზით, ხო, წავიდნენ მოგვები და ისინი დარჩნენ. ანუ ის ცოდნა, რა ცოდნაც ჰქონდათ მღვდელმთავრებს და მაშინდელი დროის ეკლესიას დარჩა როგორც ცოდნა. მათი კავშირი ქრისტესთან არ მოხდა და საინტერესო ის არის, რომ მოგვებმა მათგან გაიგეს და მოგვები მივიდნენ ქრისტესთან და თაყვანს სცემენ და ამიტომაც არის, რომ თავარი სახარების კითხვის დროს, ეკლესიური ცხოვრების დროს ის არის, რომ შენი კავშირი მოხდეს ღმერთთან. თუ შენში ღმერთი არ დაიბადა, შენთვის ღმერთი როგორც აი წიგნიდან წაიკითხო, ეს არის უბრალოდ ისტორიული ამბავი და ერთი საინტერესო ისიც არის, რომ კითხვა რო დავსვათ, აი ესე ავგუსტინეს აქვს ესეთი რამ ნათქვამი, რომ ქრისტე როგორც ადამიანი არისო გზა, მაგრამ როგორც ღმერთი არისო მიზანი. ანუ განკაცებული ღმერთი და ესე განმარტავს, რომ ის არის როგორც გზა, ადამიანი და როგორც ღმერთი მიზანი და ადამიანი განკაცებულმა ღმერთმა რა მოიტანა, ის შობით რა მოხდა, რომ შობით ღვთაებრივი ბუნება, ანუ ძეღვთისას იპოსტასმა შეიერთა ღვთისმშობლისგან ადამიანური ბუნება და მოხდა ადამიანური ბუნების გამოხსნა. მაგრამ ადამიანური ბუნების გამოხსნა არ ნიშნავს ადამიანის პიროვნების გამოხსნას. სხვა პიროვნების გამოხსნა სხვა არის, ბუნების გამოხსნა სხვა არის. ანუ ზოგადი ადამიანური ბუნება გამოხსნილია, მაგრამ თუ ამაში ადამიანი როგორც პიროვნება, ანუ მე როგორც პიროვნება არ ვიცხოვრებ ამ გამოხსნაში, მაშინ ჩემთვის ეს გამოხსნილი ბუნებაც არაფერს არ ნიშნავს. ამიტომაც არის, რომ აი პიროვნების ცხოვრება ღმერთში, პიროვნების სწორად ცხოვრება არის აუცილებელი და აი როგორც ქრისტე, როგორც კაცი არის გზა, ეს არის განმარტებით ის, რომ ქრისტემ ჩვენ დაგვანახა როგორც კაცმა, მან როგორ დაამარცხა ეშმაკი, ანუ როგორც კაცმა როგორ უნდა ვიცხოვროთ. იმისთვის რომ ეშმაკი დავამარცხოთ და როგორც ღმერთი თავისთავად მიზანია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იმისთვის რომ ღმერთს შეუერთდეთ და მამებს აქვთ ესეთი კითხვა დასმული, რომ რატომ ღმერთს ხო შეეძლო დაიმარცხებინა ეშმაკი თავისთავად და საერთოდ არ არსებობაში ყოფილიყო ეშმაკი, საერთოდ გაენადგურებინა, მაგრამ ეს მაინც არ იქნებოდა ადამიანის გამარჯვება, იმიტომ რომ კი როგორც ღმერთი ამარცხებს ეშმაკს, მაგრამ აქ დამარცხებული არის კაცი და
თუ მე როგორც კაცმა ვერ დავინახე რომ თუ ღმერთ კაცი როგორც კაცი ამარცხებს ის ეშმაკს მაშინ ჩემი გამოხსნა სად არის მე მაშინ კაცი იტყოდა რომ კი ღმერთო შენ დაამარცხე ეშმაკი ეს შენ ღმერთი ხარ მაგრამ მე რო ეშმაკმა დამამარცხა მე როგორ ვქნა მე როგორ გავიმარჯვე ეშმაკზე და აი ზუსტად ეს არის რომ ქრისტე როგორც კაცი ამარცხებს ეშმაკს და ამით არის ნაჩვენები გზა თუ როგორ უნდა დაამარცხოს ადამიანმა ეშმაკი და ამიტომაც არის რომ ესე ხაზგასმით არის და მაქსიმე ამსარებელსაც აქვს ესეთი კარგი ის რომ ქრისტეო იმდენად ღმერთი იყო რომ მასში კაცი ვერ დაინახესო და იმდენად კაცი იყო რომ მასში ღმერთი ვერ დაინახესო ანუ როცა ძინავს როცა მოშივდა დაბნეულია ეშმაკი ვერ გაიგო ეს მართლა ღმერთია მართლა კაცია ანუ იმდენად კაცია ის და ანუ კაცი იმდენად დააფასა და ისე ძველახტმაში რო შევხედავ ძველახტმაში ღმერთი ადამიანს ესაუბრება გარედან ან ანგელოზის გამოცხადებით ან თაზე ღრუბლის ჩვენებით და ნუ ხმა გარედან არის მაგრამ ახალი აღთქმა შობა ეს არის იმდენად დიდი სასწაული რომ ღმერთი ადამიანს ესაუბრება ისევ ადამიანით ანუ ადამიანი რამდენად არის დაფასებული და როგორი დიდია ადამიანი აი ეს არის ნაჩვენები შობის ამ საიდუმლოში აი შობა არის ადამიანის ბუნების გამოხსნა და უდიდესი სასწაული რომ ღმერთი იშვა ადამიანად და აღდგომა არის უკვე ჩვენი გამოხსნა. ხო, ჩვენი გამოხსნა და ამიტომ ჩვენ აღდგომას უფრო ზეიმობთ და დღესასწაულობთ, იმიტომ რომ აღდგომისას ჩვენში იბადება ქრისტე, ჩვენში იბადება ქრისტე, როცა ჩვენ აღდგომას დავიჯერებთ და უკვდავებას დავიჯერებთ და ქრისტეს სიტყვებს დავიჯერებთ. მაშინ ჩვენში იბადება და ამიტომ არის უდიდესი დღესასწაული ჩვენთვის. თორე როგორც სასწაული ქრისტეს განკაცება, ეს არის რაღაცა მიუწვდომელი, ამას ადამიანი ვერ მიწვდება, ვერც აქ და ვერც იქ. აი მარხვა არის ამ დღეს ყველა დღესასწაულის აღსანიშნავად, თავისთავად დიდი დღესასწაულის აღსანიშნავად არის მარხვა და ეს მარხვა საქართველოში განსაკუთრებით მართლმადიდებელ ზოგიერთ ეკლესიაში და ჩვენს ეკლესიაში პრობლემას იწვევს ის, რომ ეს მარხვა ემთხვევა ახალ წელს, ემთხვევა ძველი სტილით ახალი წელი უფრო ადრე არის ვიდრე შობა, არადა ეს თავის დროზე დანიშნული იყო შობა შობის დღესასწაული 25 დეკემბერს იმ სტილით, რა სტილითაც ჩვენ რომელსაც ძველ სტილს ვეძახით, დანიშნული იყო მაშინ იმ გაგებით, რომ ახალი წელი ახალი წელთაღრიცხვაც იწყება ქრისტეთი. ხო. და ეს 25 იყო დღის მატების დღე, ანუ დღე იწყებდა მატებას სამყაროში და აქედან ქრისტეს შობით სამყაროში მოხდა მატება. მატება, ну აი არაფერი ახალი, ყველაფერი არის განმეორებადი, როგორც სიბრძნეებში წერია, რომ ქვეყნად არაფერი ცისქვეშეც ახალი არაფერი არ ხდება და პირველი რაც ახალი მოხდა და პირველი და უმთავრესი და ბოლოც რაც ახალი და ისეთი შეემატა სამყაროს, ეს არის ღმერთკაცი, რომელიც იშვა. და ამიტომ ამის აღსანიშნავად ეს იყო 25-ში დანიშნული და პირველი თავისთავად იყო შემოდიოდა ახალი წელი და ну ჯერ შობას აღნიშნავდნენ, მერე ახალ წელს აღნიშნავდნენ და ეს თავისთავად საზეიმო განწყობაა და ამ შობიდან რამოდენიმე დღე არის ზგებში, ორი კვირა მეტიც და ეს ყველაფერი აირია ამ ახალი სტილით, რომ პირიქით არის დღეს ჯერ ახალ წელს ზეიმობთ, მერე შობას ზეიმობთ, საეროდ ახალი წელი გვაქვს, ეკლესიურად ძველი წელთაღრიცხვა გვაქვს. ასევე აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ მინდა აღვნიშნო, რომ ქრისტიანულ გაგებაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ისტორიულ სიზუსტეს. აი მაგალითად ძალიან ბევრი ამბობს, რომ შობა ზამთარში არ მომხდარა.
25-ში იმიტომ კი არ დანიშნეს რომ რაღაც მეცნიერულად გამოიძიეს და დაადგინეს რომ ქრისტე დაახლოებით 25 დეკემბერს დაიბადა, არა. ეგეთი ისტორია არ არსებობს, მით უმეტეს 25 დეკემბერი უფრო ისეთი ზამთარია რა, ხო და როგორც სახარებიდან ჩანს, ბაგა ცარიელი იყო, სადაც ქრისტე იშვა და ამავდროულად მწყემსები გარეთ იყვნენ, ცხვარი გარეთ ყავდათ და მწყემსებს რომ ეცხადება ანგელოზი, მწყემსები რომ ბრუნდებიან იმაში ბაგაში რომ მოდიან ამ სასწაულის სანახავად ანგელოზებმა რაც აუწყეს. ცხრები კი არ მოყავთ, თვითონ მოდიან, ცხვარს იგტოვებენ. ანუ შუაგული ზამთარი არ იყო როგორც ჩანს და უფრო ესეთი გვიან გაზაფხული ან ზაფხული, ესეთი ან შეიძლება ადრე შემოდგომა ყოფილიყო. თუმცა ამას არ ეძიებს ეკლესია, ქრისტიანობის აი ზუსტ ისტორიას არ ეძიებს, ქრისტიანობა ყოველთვის შინაარსით განისაზღვრებოდა, ამიტომ ის 25-ში შინაარსობრივად არის დანიშნული და არა რამე ესე ისტორიული ფაქტი. ასევე ეს 25 რო დღის მატება იყო, ამიტომ გინდა თუ არა მაშინ რო უნდა დაენიშნა ეკლესიას, არც ეს არის სწორი, იმიტომ რომ ეკლესიას ახასიათებს, აი ქრისტიანული ეკლესიას მაშინ არ იყო მართლმადიდებელი და კათოლიკური და ესე გაყოფილი ერთი იყო ეკლესია და ეკლესიას ახასიათებდა ჩანაცვლება წარმართული დღესასწაულების. და ეს იყო წარმართული დღესასწაული და დიდი დღესასწაული და ეს წარმართული დღესასწაული რახან ქრისტიანები გახდნენ უკვე ის წარმართებიც ჩაუნაცვლეს ქრისტიანობით რომ ამ შეჩვეულ დღესასწაულზე რომელიც წარმართული იყო დღის მატება ქრისტიანულად არაფერს არ ნიშნავს სამყაროში დღის მატება, არც ახალი წელი არ ნიშნავს, არ არის ისეთი დღესასწაული, ახალი წლის შემოსვლა, ქრისტიანული გაგებით დღესასწაული არ არის. და ამიტომ ქრისტიანობისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო ეს, ვიდრე ჩვევა იყო და რახან ზეიმს იყვნენ შეჩვეული ამ დღეს, ეს ჩვევა ჯულზე უმტკიცესია რო არის ნათქვამი, ეს ჩვევა ეს ტრადიცია რაც ჰქონდათ ჩაუნაცვლეს ქრისტიანობით და ზეიმობდნენ ქრისტეს შობას, უფრო დიდი ზეიმი და გამართლებულია ესეთი პოზიციები, ესე აკეთებდა ეკლესია ყოველ შემთხვევისთვის და ამიტომ იმას კი არა აქვს მნიშვნელობა რომ რამდენად ემთხვევა ახლა დღეს ამბობენ რომ ის გადაიწია ის დღის მატება და ამიტომ შობაც უნდა გადაწიო. ეს არ არის, იმიტომ რომ ეს დღის მატება ქრისტიანობის არავითარ დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა და ამის გამო შობა არ უნდა გადაწიოს. შობა ერთ დღეს რო იყოს, თუნდაც და იმ დღეს დღე რომ იკლებდეს პირიქით და იქ დანიშნო შობა, ქრისტიანული გაგებით არც ამას აქვს რამე დანაშაული არც ეს იქნება. იმიტომ რომ შობა სხვა რაღაცაა და ეს დღის მატება სხვა რაღაცაა. ეს უბრალოდ იმიტომ დაამთხვიეს, როგორც ახსენი, რომ ეს იყო წარმართებში დიდი დღესასწაული და ეს დღესასწაული ჩაუნაცვლეს. მაგრამ მამაში ისტორიულად უკეთ გვეტყვის. ეს დღესასწაულების ესეთი ჩამოყალიბების მიზეზი იყო, რომ აი თანხვედრა არ ყოფილიყო სხვა დღესასწაულებთან, აი მაგალითად ამაზე დიდი ეს იყო აღდგომასთან დაკავშირებით. აი აღდგომას სხვადასხვა დროს დღესასწაულობდნენ რომის ეკლესია, სხვა დროს დღესასწაულობდა აღმოსავლეთის ეკლესია, სხვა დროს ეს მცირე აზიის ეკლესიები კიდე სხვა დროს და ამის გამო იყო გარკვეული უთანხმოება, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს ის, რომ ჯობია ეკლესიაში ერთობა იყოს, ვიდრე რაღაც თარიღების გამო უთანხმოება. მაგრამ კაცო ამბობდი აი ოქროპირთან რომ იყო ეს პრობლემა ეს რო თქვა როგორ იყო იქ რა მოხდა. მოკლედ შემდეგ უკვე ხდება რომ მე-4 საუკუნეში უკვე ნიკეის კრება როცა იკრიბება იქ განიხილება ზუსტად ეს აღდგომის საკითხი, რომ როგორი დღესასწაულონ აღდგომა, იმიტომ რომ ყველა ეკლესია სხვადასხვა დროს დღესასწაულობდა და უმთავრესი რაც იყო, რაც დაადგინა ამ კრებამ იყო ის, რომ აუცილებლად უნდა დღესასწაულა ყველა ეკლესიას ერთად
და აუცილებლად უნდა ყოფილიყო განსხვავება იუდეველებისგან. რო ხდებოდა ისე, რომ იუდეველებთან ერთად დღესასწაულებოდა აღდგომა. პასექი. იუდეველების პასექი და ჩვენი აღდგომა ერთად დღესასწაულებოდა და ეს იწვევდა იმ ასოციაციას, რომ თითქოს იუდეველები და ქრისტიანები ერთი და იგივე არიან. ამიტომ ეს გამიჯნოა რომ მომხდარიყო. ამიტომ ნიკეის კრებამ დააწესა და განსაზღვრა, რომ რამდენიმე მიზეზი თუ როგორ უნდა მოხდეს აღდგომის დღესასწაულის დადგინება. ეს იყო რომ უნდა ყოფილიყო აი ბუნიაობა ხო დღეღამსწორობას რასაც ეძახიან, ანუ ეს იყო შუა გაზაფხულს და ეს 14 რიცხვი იყო მაშინ და ამ დროს დღესასწაულებდნენ იუდეველები და მართლმადიდებლებს ერთი კვირით უნდა გადაეწიათ. უნდა მომხდარიყო აუცილებლად არ უნდა დამთხოვოდა იუდეველებს და უნდა ყოფილიყო ეს სავსე მთვარეობის შემდეგ პირველი კვირა რო იქნებოდა. ეს იყო განსაზღვრული თუ როდის ხდებოდა აღდგომის აღნიშვნა. აქაც ისტორია ირღვევა, ხო? ხო, აქ ახლა რა მოხდა? ეს კი დაადგინეს, მაგრამ ამ მე-4 საუკუნეში მაინც მოხდა ისე, რომ ჩვენი აღდგომა და იუდეველების პასექი მაინც დაემთხვა ერთმანეთს. ეს 19 წლიანი ციკლი იყო ესეთი. ჩვენ ვეძახით აღდგომას, თორემ მე მგონი ყველგან პასექს ეძახიან, მაინც აღდგომას. ეს აღდგომას ვეძახით ჩვენ, თორემ სინამდვილეში ეს პასექი არის, ანუ გამოხსნას ნიშნავს ეს. ეგვიპტელები ეგვიპტეიდან გამოსვლას აღნიშნავდნენ იუდეველები გამოხსნას, გამოსვლას და ასევე ქრისტეს აღდგომა გამოხსნა რახან არის, იმასაც პასექი ქვია ყველა ენაზე, მაგრამ ჩვენ აღდგომას ვეძახით. ხო და ამიტომ პასექი, ორივე პასექი იყო და ერეოდათ ერთმანეთში, ერთად დღესასწაულობდნენ და ერთად რო არ დღესასწაულად, თავიდან ქრისტიანობას ძალიან ბევრი რომაელები რომში თვლიდნენ იმად ქრისტიანულ, ებრაულ სექტად. მე ძალიან მიკვირდა ქრისტე რო ეუბნება სინაგოგიდან განკვეთავენო და ეს სინაგოგიდან განკვეთვა რას უშლიდა ხელს მოციქულებს და ქრისტიანებს ვერ ხდებოდა იმ დროს სინაგოგაში ისინი უკვე მაინც და სინაგოგის წევრობიდან განკვეთა ნიშნავდა თურმე სხვას. აი მაგალითად რომის იმპერიაში ებრაელებს ჰქონდათ უფლება რომ იმპერატორისთვის მუხლი არ მოედრიკათ და ღმერთად არ ჩაეთვალათ. ეს უფლება დაუშვეს, იმიტომ რომ ამის გამო კლავდნენ ებრაელებს, მაგრამ ის მაინც არ ემორჩილებოდნენ, რადგან ერთ ღმერთს ემდნენ თაყვანს და სხვა ღმერთს არ აღიარებდნენ და აქედან გამომდინარე, იფიქრეს რომ ჯიუტი ხალხია და დაუთმოთ. რომ იმპერატორს არ მოუდრიკოს მუხლი და თუ სინაგოგის წევრად, თუ სინაგოგის წევრად ითვლებოდა, ესე იგი ითვლებოდა ებრაელად. და მოციქულებმა როც დაიწყეს ქადაგება, თავიდან დევნა არ იყო იმ ერთმერთიანობის გამო, რომ ქრისტეს ღმერთად აღიარებდნენ, არ დევნიდნენ, იმიტომ რომ ეს ებრაელები არიან და ებრაელებს ჰქონდათ ეს უფლება მიცემული და შემდეგ ებრაელებმა მოციქულები ჩათვალეს, ისინი არ არიანო ებრაელებიო უთხეს, განკვეთეს სინაგოგიდან, ანუ ებრაელობიდან და ეს ებრაელობიდან განკვეთილი უკვე არ ქონდა უფლება რომ იმპერატორისთვის თაყვანი არ ეცათ და მეფედ არ მიეღოთ და ქრისტიანები თავისთავად ხო არ მიიღებდნენ იმპერატორს მეფედ და იქიდან იწყება უფრო წამებები ქრისტიანების, რადგან ეს ამ უფლებებს ჩამოაშორეს. და თავიდან სანამ ამ უფლებებს ჩამოაშორებდნენ, რომში ითვლებოდა რომის იმპერიაში, რომ ესენი არიან სექტა ებრაელების, იუდეური სექტა და ამიტომ იმ უფლებებით სარგებლობდნენ, რა უფლებებიც ჰქონდა იუდეველებს, იუდევლობას. და აი ეს უფლებებიც წაართვეს და მერე უკვე იწყება ქრისტიანობის დევნა და ქრისტიანების დევნა ამ მთლიანობაში ჩვენ რომ აი საბოლოო ხაზი და საბოლოო ის რომ დავასკვნათ იყო იმის გამო რომ სხვა ღმერთს არ აღიარებდნენ. ქრისტიანებს რო ეთქვათ კი ბატონო იმპერატორის ღმერთია ის, მაგრამ უპირატესი ღმერთი ქრისტეა. ყველა დაუთმობდა, არავინ არ ეთქოდა არაფერს. ხო. კი ეს კერპების ღმერთია, იმპერატორის ღმერთია, მაგრამ ქრისტე უპირატესი ღმერთია და
თქვენ ღმერთები ხართ, რომ ეთქვათ ქრისტიანებს, ერთი ქრისტიანი არ მოკვდებოდა. ეს რაღაც დღევანდელთან რომ ისა ეკლესია რომ აღიარებს მთავრობას, ღმერთად რო აღიარებენ და კუმირად რო აღიარებენ. ესე რო გაეკეთებინე ქრისტიანებს მაშინ იმპერატორებთან და აღიარებინათ იმპერატორის იმპერატორობა და მისი დიდებულება და თქვენ უდიდებულესობა და თქვენს ღმერთი ხართ რო ეთქვათ, არც ერთი ქრისტიანი არ მოკვდებოდა. მაგრამ დღემდე არ მოვიდოდა ქრისტიანობა, იმიტომ რომ ეგ არ არის ქრისტიანობა და ჩაგეჭერი მამაო და აი ეს ოქროპირისა რომ გააგრძელო და მაინც ისე ხდებოდა რომ მე-4 საუკუნეში ეს აღდგომა და ანუ ეს პასექი ქრისტიანული და ებრაული მაინც ემთხვეოდა ერთმანეთს და ასე დროს კიდე ერთი კვირით გადაწია ეკლესიამ თუ დამთხვევა მოხდებოდა. ანუ ეს რატო არის ახლა მნიშვნელოვანი რომ ამაში ჩანს ის რომ აქ თარიღის სიზუსტეს კი არ ქონდა მნიშვნელობა. ანუ მნიშვნელობა ქონდა შინაარსს, რომ არ მომხდარიყო ქრისტიანობის და ებრაელობის გაიგივება, ხო, აღრევა. და ამაზე ამბობს მაგალითად ოქროპირი, რომ ეკლესიაო შეიძლებაო ცდებოდესო დროის სიზუსტით დაცვაშიო, მაგრამ მნიშვნელოვანი არის უფრო ის, რომ არ მოხდესო განხეთქილებაო ამ დროის სიზუსტის გამო და იერონიმეც ასევე ირინეოს ლიონელი უფრო სწორად წერდა ამაზეც, რომ ის ეკლესიასთან კონფლიქტი რო იყო ამ თემასთან დაკავშირებით და დღეს ახლა რაც ხდება, ანუ რაც წარსულში იყო მაგალითად აღდგომის საკითხის გარშემო პრობლემა, რომ ეს გაიგივება არ მომხდარიყო ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის, იგივე პრობლემა ჩანს დღეს მაგალითად კათოლიკურ შობასა და მართლმადიდებლურ შობას შორის. დღეს ეს 25 დეკემბერი და 7 იანვარი ეს არის სადაო საკითხი, ანუ პოლემიკის საკითხი და გამიჯნო აქაც იმიტომ არის, რომ არ მოხდეს მართლმადიდებლობის და კათოლიკების გაიგივება ერთმანეთში. თუ მაშინ იმ ეპოქაში აღდგომის გარშემო შეიძლება მომხდარიყო გაიგივება ებრაელობის და ქრისტიანობის, დღეს ეს გაიგივების საკითხი უკვე წამოჭრილია ამ 25 დეკემბერთან დაკავშირებით, ოღონდ უკვე კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. და ამისი გადაწევა ახლა დღესასწაულების ეს მხოლოდ კათოლიკები არ არიან, მთელი ქრისტიანული სამყარო, რომელიც შობას აღნიშნავს 25-ში და მართლმადიდებლობის რამოდენიმე ეკლესია აღნიშნავს ცალკე. კი, სულ 4 ეკლესია, ვინც ხო, ნუ აქ დავძენე ხა ვინმე მისე არ იფიქროს, რომ ვინც ახალ სტილზეა გადასული, ამით არაფერს არ არღვევს. უბრალოდ ეს შინაარსი შეიძლება დაირღვეს. ეს არის აქ საშიშროება, რომ მთელი ქრისტიანობა არ ჩაითვალოს, რომ ყველა არის ერთი და ყველა არის ერთი და იგივე და ყველა არის ერთნაირი. ანუ საერთოდ როგორ არის, რომ აი როცა ეკლესიები ანუ სხვადასხვა სექტა იქნება ეს თუ პროტესტანტული იქნება თუ ვინც იქნება, ყველანი რაღაცა ყველას რაღაც პრეტენზია გააჩნია წინამორბედთან. აი მაგალითად ლუთერს ხომ ქონდა თუ არ ვწდები 79 რაღაც შენიშვნა დოქტრინა თუ როგორც ქვია პაპთან. რომ ამაში არ ახარ მართალი, ამაში არ ახარ მართალი, ამაში არ ახარ მართალი და ეკლესია, პროტესტანტული ეკლესია გადის მისი ფარველობისგან. იქ შესაძლებელია რომ ლუთერი რაღაცებში პაპთან მიმართებაში 80% შეიძლება მართალი იყო, ხო, თქვათ, რომ ის არ იყო მართალი სიტყვაზე, მაგრამ ეს ეხლა ერთი და იგივე როგორ უნდა ჩათვალო? ანუ კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიას ხო ერთი და იგივე ვერ ჩათვლი. ხო, არ არის ეს ერთი და იგივე. და ამიტომ ერთობლიობა რო ყველა დარჩეს თავის აზრზე და ისე იყოს ერთობლიობა, ეს იწვევს გაუგებრობას. იმიტომ რომ ჩვენ ერთი უნდა ვიყოთ აზრში, დიდებაში ღვთისა და არა ცალ-ცალკე აზრები გაგვაჩნია, ცალ-ცალკე ხედვები გაგვაჩნია, ცალ-ცალკე ასე მიგვაჩნია ღმერთი. იმიტომ რომ ერთ არს ღმერთი, პავლე მოციქული ამბობს, ერთ არს ნათლისღება ნიშნავს განწმენდა გონების
მხოლოდ ერთი გზით ხდება, მართალი გზით. და ამიტომ არ შეიძლება, რადგან ქრისტიანი ქვია, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ყველანი ერთი ვართ. თუმცა ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთთან რამე პიროვნული პრობლემები გვაქვს. ერთმანეთს გადავიმტეროთ. ერთმანეთს გადავიმტეროთ, ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ ეს არის სწორი და თვლით, რომ ის არ არის სწორი. ამიტომ ამისი აღრევა არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამის გამო წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს ადამიანური. პირიქით, ადამიანები ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ერთად თანაცხოვრება მან იფიქროს ისე, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გინდა თუ არა ჩავთვალოთ, რომ ერთი ეკლესია ვარ და ვინც კი ქრისტიანია, ყველა ერთად უნდა ზეიმობდეს, რადგან ჩვენ ერთი ღმერთის სახელი გვაქვს, მაგრამ ერთნაირად არ ვცნობთ იმ ღმერთს, სხვადასხვანაირად უკვე. ეს პრაქტიკა იყო საქართველოშიც, იყო პერიოდი, როდესაც აი ახალი სტილით დღესასწაულობდნენ ამბროსი ხელაიას დროს იყო. მაშინ მოწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, რომ აპირებდა გადასვლას ახალ სტილზე და ამბროსისაც ურჩია. ამბროსი მაშინ ციხეში იჯდა და საბჭოს დაავალა, რომ ეს საკითხი განეხილათ. და მაშინ მოხდა ის, რომ აი ზოგიერთი ეპარქიის სამღვდელოება დაუპირისპირდა და არ მიიღეს. და ეკლესიაში შფოთი რო არ ჩამოვარდნილიყო, ამის გამო ამბროსი ხელაიამ შეაჩერა. სადღაც 2 წელი იყო, მე უკვე ქრისტეს ფორეს დროსაც იყო, ქრისტე ფორეს პატრიარქობის დროსაც, სადღაც დაახლოებით 1 წელი, ანაც შემოიღო ეს ახალი სტილით. მაგრამ იგივე პრობლემის წინაშე დადგა ისიც და მანაც შეაჩერა, მაგრამ ეს განჩინება მაშინ რაც ეკლესია მიიღო, ეს შეჩერებულია და არა გაუქმებული. ანუ შეიძლება ამ თემის კვლავ წამოწევა და ამ თემის კვლავ შეხება თუ რა ვიცი ინებებს ეკლესია და თავის დროზე აი მე-5 საუკუნეში იყო ესეთი სამოქალაქო კანონიც შემოიღეს, რომ ვინც აღდგომას არ დღესასწაულებდა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, გადასახლება იყო ამის გამო. იმპერიიდან ასახლებდნენ. ანუ ეს ერთგვარად იმპერიისთვის ეს ერთიანი დღესასწაულების აღნიშვნა იმპერიის გამაერთიანებელი ნიშანი იყო და ამიტომ იყო, რომ კონსტანტინე დიდი ამას ესე დაჟინებით მოითხოვდა, რომ ყოველას ერთი და იგივე დღესასწაულა აღდგომა და მე სხვა დღესასწაულების, თორე თვითონ შობაც მე-5 საუკუნემდე ყველა სხვადასხვა დროს დღესასწაულობდა, იმდენი თარიღები იყო შობის მარხვასთან დაკავშირებით და თავიდან შობის მარხვა საერთოდ ერქვა ფილიპე მოციქულის მარხვა და იმიტომ რომ 28-ში ყოფილა ფილიპე მოციქულის ხსენება და ამიტომ უწოდებდნენ ფილიპე მოციქულის მარხვას. და ასევე ესეთი გადმოცემაც არის, რომ ფილიპე მოციქულმა ვიღაცები დასაჯაოს სიკვდილითო და მე ვინც მასთან იყო თანხლები პირებიო 40 დღე იმარხულესო და ნუ ეს ხო სიმართლესთან ცოტა შორს არის, მაგრამ ესეთი სახელდება ქონდა ამ მარხვას და საერთოდ ეს შობა და ნათლისღება ერთ დღესასწაულებოდა და ეწოდებოდა ღვთივ განცხადება. სომხებს ადგეს მე მგონი. ერთ დღესასწაულობდნენ და დღესასწაულობდნენ 6 იანვარს. წინა დღეს იყო 5-ში ერთდღიანი მარხვა. და ეს უკვე შემდგომ პერიოდში მე სადღაც მე მგონი მე-5 საუკუნიდან ხდება ამის ესე გამოყოფა ცალკე. და დგინდება მარხვა, ჯერ იყო ანუ როდესაც შობა და ნათლისღება ერთად დღესასწაულებოდა, იყო ერთდღიანი მარხვა. შემდეგ როდესაც გამოიყო, ჯერ გახდა 5დღიანი და მერე უკვე გადაიზარდა 40 დღიან მარხვაში, მაგრამ აქაც საინტერესოა ის, რომ ეს 40 დღიანი მარხვა იყო მონასტერში, სტუდიელის მონასტერში იყო და იქაც როგორ იყო ახლა ეს 40 დღე მარხულობდნენ, მაგრამ შაბათ-კვირას ამ მარხვაში თუ დღესასწაული იყო წირვებზე და დიდი წმინდანების ხსენების დღეს ხსნილი იყო თევზით, რძით და კვერცხით. ანუ ფაქტობრივად არ მარხულობდნენ შობის მარხვას. ხა ხორცს მონასტერში მაშინ ისედაც არ ჭამდნენ და ძალიან ისეთი ის იყო
ანუ მსუბუქი მარხვა იყო, არ იყო ესეთი სიმძიმის მარხვა, როგორც მაგალითად დღეს არის დაკანონებული და მეც მომხრევარ მაგალითად 31 პირველი 2 რომ გახსნილდეს შედარებით ხალხისთვის, რადგან დღესასწაულია. რაც შეეხება ახალ წელს, ახალი წელი საეკლესიო გაგებით არ არის დღესასწაული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალი წელი არ ვიზეიმოთ, რადგან ეს ესე მიღებულია მთელ მსოფლიოში არის ერთადერთი დღე, როცა ყველას ერთად შეუძლია რაღაცა საერთო კონდეთ. ეს არის ახალი წელი. ეს მიუხედავად ეროვნებისა, მიუხედავად რელიგიისა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შეგვიძლია ყველასთან ერთად ვიზეიმოთ. ამიტომ ძალიან კარგი დღე არის. იმ სიხარულიდან გამომდინარე და არა იმიდან, რომ ახალი წელი შემოდის, არამედ ის სიხარული, რაც ერს და ქვეყნებს გააჩნიათ, რომ ერთად იზეიმონ და ეს აღნიშნონ როგორც ახალი წელი, როგორც სიხარული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცნაირად უნდა ძალიან მსუბუქი უნდა იყოს, აი იმ ხალხისთვის, ვინც მარხულობს. მსუბუქი უნდა იყოს იმ გაგებით, რომ ყველაზე პატრიარქმაც დაუშვა ხო თევზი და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაღაცა გახსნილებული მდგომარეობა იყოს, ეს არაფერს არ უშლის ხელს იმას, რომ შობას მარხვა და არ არის ეს ისეთი ტრაგიკული მდგომარეობა, რომ ეს გახსნილდეს რაღაცა მსუბუქად. ესე ვფიქრობ და ეს შობაც რო დარჩეს ისე როგორც არის, არც ეს იქნება ჩვენი ერისთვის ტრაგედია. ვიღაცები ამბობენ აგერ გითხრეს რომ ეს ორჯერ რო ვზეიმობთო და უჭირთ, მაგრამ ორჯერ ზეიმი და ორჯერ ტრაგედია ხო არ არის, ორჯერ ზეიმია და ვიზეიმოთ ორჯერ. ასე რომ ახალი წელიც ვიზეიმოთ, შობაც ვიზეიმოთ და თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ახალ წილზე გადავიდა, ისინი რამეს არ ღვევენ. როგორც თავიდან ვთქვით, ეს არ არის ისტორიული მოვლენა 25 დეკემბერი არ არის ისტორიული მოვლენა და ეს ზოგიერთები ესე ამტკიცებენ რომ ეს იულიუსის კალენდარი უფრო ზუსტია ან ამბობენ რომ ზუსტად აი იულიუსის კალენდარი ზესაში არის დღესასწაული ну ეგ ახლა კალენდარი ზესაში არ არის და კალენდარზეც არ უყურებს ამიტომ ეს ცოტა ისეთია გადაჭარბებული მდგომარეობა მაგრამ რაღაცნაირად ეს სიძველე რო შენარჩუნდეს არქაულობა როგორც აი ძველ ტაძრებს სხვანაირად ვინარჩუნებთ ასე ძველი მოვლენები რო შენარჩუნდეს და ეს ჩვენი ისტორიულ სიძველეს რო ამბობდეს და რაღაცა ყველაფერი არ განუახლოთ ეს მე ვფიქრობ რომ ჩვენი ერის რაღაცა ისეთი კულტურის ისეთი სიძველის ერთ-ერთი მამტკიცებელი ფორმაც იქნება, რომ აი ბავშვმა რო იკითხოს, რატო ვარ ჩვენ ესე და ბავშვს აუხსნი დედა ეს აი ძალიან ძველად ასე იყო და ჩვენ მაშინ ესე დღესასწაულობდით და იმაზე დავრჩით. და ეს ბავშვი გაიგებს, რომ ჩვენ ოდესღაც სადღაც მე-3 საუკუნეში დავიწყეთ ეს თუ მე-4 საუკუნეში დავიწყეთ ამ შობის აღნიშვნა და იქიდან ასე აღნიშნავთ, ხო? აი ეს ახლა არ არის პატარა ისტორია, რომ უკვე რამდენი გამოდის 17 საუკუნე გამოდის, ხო? 17 საუკუნე გამოდის, რომ შობას ასე ვზეიმობთ და ესე 17 საუკუნის ერი რო ვართ, ну უფრო ძველი ვართ, მაგრამ აი ქრისტიანული ერი 17 საუკუნის ქრისტიანული ერი ეს ერთ-ერთი მამტკიცებელი ფორმა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რაღაცა გვჭირდება ჩვენი სიძველის და ჩვენი კულტურულობის და ჩვენი ევროპულობის დასამტკიცებლად, როგორც ჩანს, დღეს ბევრი რაღაცა დაგვჭირდა, რომ ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ჩვენ ძერძველი ქრისტიანული ერი ვართ. ამიტომ რომ იყოს ეს ასე, როგორც არის, ამაში მე ტრაგედიას ვერ ხედავ, მაგრამ ვინც თუ ერთად შეთანხმებით ეს გადმოვა ახალი სტილით და ერთად შეთანხმებით იქნება, არც მაგაში ვხედავ ტრაგედიას, მაგრამ როგორც თქვი, იმ ძველი შენარჩუნება არაფერში ხელს არ გვიშლის და 1 იანვარი რომ შედარებით ხსნილი იყოს და მსუბუქი იყოს და ერთმანეთს მიულოცოთ და ხალხს მიულოცოთ და სოფლიოს მიულოცოთ, ასე არც ეს იქნება რამე შობის და ღვთის წინაშე რამეს დარღვევა.
აი ამ დროზე არის ეხა ზუსტი დრო ქრისტეს დაბადების მოციქულებთანაც სახარებაში არ სადარჩენს, ხო? და საინტერესო ის არის, რომ ესე იგი არც ერთმა მოციქულმა არ მიაქცია ამას განსაკუთრებით ყურადღება. აი მაგალითად ბიბლიაში არ წერია ნაყოფზე რა ნაყოფი ჭამა ადამმა, აკრძალული ნაყოფი. ეს იყო ვაშლი ნამდვილად თუ ეს იყო ლეღვი, არ წერია. ამასთანავე ერთი რამეა საინტერესო, რომ ბიბლიის სახარებაში არც ერთ მოციქულს არ უთქვამს ქრისტე ფიზიკურად როგორი იყო. აი მისი თვალისფერი, მისი სიმაღლე, ფიზიკურად როგორ გამოიყურებოდა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მოციქულები და საერთოდ ბიბლია, წმინდა წერილი ამას არსებითი არ არის ეს ისეთი, ამას მნიშვნელოვან ყურადღებას არ აქცევს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება ეს ყველაფერი მაგიური გახდეს. აი მაგალითად ბიბლიაში რომ იყოს რომ ეს აკრძალული ნაყოფი იყო ვაშლი თუ ლეღვი, მაშინ შეიძლება ის ნაყოფი რაღაც უფრო მაგიური გამხდარიყო და ადამიანის ყურადღება უფრო გარეგნულისკენ წასულიყო. აი მაგალითად რო დაეწერათ მოციქულებს, ხო ხა სინამდვილეში ქრისტეს ხო თვალისფერი ქონდა, ეს იყო ცისფერი თუ თაფლისფერი, რა მნიშვნელობა ის ფერიც კი მაგიური გახდებოდა, რაღაც უფრო რაღაც მნიშვნელოვანი ფერი გახდებოდა. აი თუნდაც ის დაბადების თარიღი რო იყო ზუსტად რომელი დღე იყო, ის დღეც მნიშვნელოვანი გახდებოდა და საერთოდ ქრისტიანობაში იმისთვის რომ რაღაცა ეს გარეგნული არ გახდეს მნიშვნელოვანი, რომ იმ შინაარსი მთავარი რაც არის ის რომ ადამიანმა არ დაივიწყოს და უფრო მეტად შინაარსში იცხოვროს, ამიტომაც არის რომ აი გარეგნულად ეს თარიღები 27 იყო თუ 1 იანვარი იყო თუ 7 იანვარი იყო, ეს არ არის არსებითი და არსებითი რაც არის აი რასაც ეუბნება ღმერთი ეშმაკს რომ როცა ადამიანის დაცემა ხდება, იქ არის ეუბნება რომ მტრობას ჩამოვაგდებო შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის და ეს არის ესე იგი რომ მტრობას ჩამოვაგდებ, როცა ადამი დაეცა და ადამი შეურიგდა ეშმაკს და ადამიანსა და ეშმაკს შორის მოხდა გარიგება და კავშირი. აქ უკვე აი შობაზე იქვე არის საუბარი, რომ ღმერთი ამბობს. უკვე იქვე გაცხადდა, რომ დაიბადება მისი ძე, განკაცდება და ღვთისმშობლისგან მიიღებს ის ადამიანურ ბუნებას და დაამარცხებს ეშმაკს. ანუ მტრობა ჩამოვარდება ეშმაკსა და ქრისტეს შორის. და ეს მტრობაც იმიტომ, რომ როცა ადამიანი შეურიგდა ეშმაკს და მას შორის კავშირი მოხდა და უკვე თანხმიერად არიან, აუცილებლად მტრობა უნდა ჩამოვარდეს. აი ეს არის სხვათა შორის რომ ქრისტე რო ამბობს, რომ მშვიდობის არა მახვილის მოსატანად მოვედი. ანუ გასაყოფად მოვედი და აი ამ შინაარსის ცოდნა, აი ამ არსის გაგება არის ქრისტიანობაში არსებითი და მნიშვნელოვანი. ხო, თავს, ანუ ეს აზროვნებას გაჭეჭყავს ქრისტეს აზროვნებამ, ხო, ეს ეშმაკის აზრი ხა თავს გაჭეჭყვაზე პირდაპირ ნიშნავს. ხო, არა, ხო და ქუსლის დაუგესლავს არის ის რომ ხორცი დაიტოვა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში იყო ადამიანის დაცემის შემდეგ. ეს არის ქუსლის დაგესვა, ანუ ხორცს უტოვებს. განხთობილია ის ღმერთ შეერთებულია, მაგრამ თვისებებით ისეთი დარჩა, როგორიც ჩვენ გვაქვს და როგორიც ყველას აქვს. ეს არის ის ქუსლის დაგესვა და აქილევს რო ქონდაო სუსტი ქუსლი. ანუ ქრისტეს ხორცი ქონდა სუსტი. ანუ ის სუსტი დაიტოვა. ესეთი კითხვას რავით, აქ აი მაგალითად განკაცების მიზეზი რა იყო? სიყვარული თუ საჭიროება? აი თუ ვიტყვით მაგალითად საჭიროება იყო, ადამიანის საჭიროება იყო განკაცების მიზეზი. მაგრამ ღმერთი რო არ ყოფილიყო კაცთმოყვარე, მოხდებოდა განკაცება არა, ხო? ანუ განკაცების მიზეზი პირველ რიგში არის ღვთისკაცთმოყვარეობა. და ამ ღვთისკაცთმოყვარეობა ამ ეს ადამიანის ესეთი მდგომარეობა უყურადღებოდ ვერ დატოვა და ამიტომ ხდება განკაცება და აი ქრისტეს ჩვენ ხო ვამბობთ, უწოდებთ ხო სიტყვას ძეს, ხო სიტყვას უწოდებთ მეორენაირად და ანუ სამყაროში მოდის სიტყვა და
როდესაც სიტყვა მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მსმენელი უნდა გახდე. ეხლა კაცი რომ მოდის შენთან ოჯახში რაღაცის სათქმელად, ხო, რაღაცა მნიშვნელოვანის, შენ ემზადები რისთვის, რომ კარგად მოусმინო ამ კაცს. და ღვთის განკაცებამ ადამიანში უნდა აღძრას ის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტად გავხდეთ ღვთის მსმენელები. როგორი ის არის, რომ ლოცვა, ყველაზე დიდი ლოცვა ღმერთთან საუბარი კი არ არის, ყველაზე დიდი ლოცვა არის ღმერთის მოსმენა. რასაც მართა და მარიამი აკეთებს. ეს არის კავშირი, ლოცვა, ხო. კავშირი. ეს არის ყველაზე დიდი ლოცვა და რატო ხდება მაგალითად ღვთის განკაცება, რომ ადამიანის გამოხსნა ვერ მოხდა ისევ ადამიანის მეშვეობით. მაგალითად ვერ მოხდა ვერც ანგელოზის მეშვეობით. და აუცილებლად რატო იყო საჭირო ღვთის განკაცება ადამიანის გამოსახსნელად, რომ ადამიანს უпростоრად ღმერთთან მიმართებაში შეეშალა. ანუ მისი ხედვა თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გაფუჭდა ღმერთთან მიმართებაში და ვის მიმართებაშიც შეეშალა და ვის მიმართებაშიც დაუზიანდა ხედვა, იმის მიმართებაში უნდა მომხდარიყო აღდგენა ხედვის. და ამას ანგელოზი ვერ გააკეთებდა, იმიტომ რომ ადამიანს ხედვა ანგელოზთან მიმართებაში კი არ დაერღვა, არამედ დაერღვა პირველ რიგში ღმერთთან მიმართებაში. ანუ სადაც დაზიანდა, იქ უნდა მომხდარიყო ხო გამთელებაც და ამიტომ იყო საჭირო ძის განკაცება. და ღმერთში ხო არის რაღაცები, რაც საწვდომია და არის ისეთი რაღაცები, რაც მიუწვდომელია. და ეხლა ღმერთი სრულად მიუწვდომელი რომ იყოს, მაშინ ადამიანს არც გაუჩნდებოდა ინტერესი ღმერთის შეცნობის და ღმერთთან მიახლების, იმიტომ რომ იფიქრებს კაცი, რომ რა აზრი აქვს, მაინც ვერ ჩავწვდები, მაინც ვერ გავიგებ. მაგრამ ეს მიუწვდომლობა ღმერთში ადამიანში იწვევს აღტაცებას, გაოცებას და ეს იზიდავს ადამიანს ღმერთისკენ და ის რაც საწვდომია ღმერთში, ეს ადამიანში იწვევს იმას, რომ ამისი მეშვეობით ადამიანი კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ღმერთს და კიდევ უფრო მეტად აქვს ღვთის იმედი. ანუ ისიც მომინდა, რომ ეს საწვდომის და მიუწვდომელიც ორივე რაც ღმერთშია, ეს ორივე საბოლოოდ ემსახურება ადამიანს და ორივე ერთნაირად იზიდავს ადამიანს ღმერთისკენ. ეხლა ამ შობასთან დაკავშირებით ხო თქვენ წეღარო საუბრობდით, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, არის ბევრი რაღაცები, რაც მიუწვდომელია გონებისთვის და ეს ადამიანს გაოცებაში მოყავს და ხედავს, რომ ღმერთი მასზე დიდია და ინტერესი იწვევს ღვთისადმი და არის ისეთი რაღაცები, რაც საწვდომია ამ შობასთან დაკავშირებით და ეს კიდე ადამიანს აღძრავს იმისკენ, რომ უფრო მეტად გაიგოს თუ რა ხდება ღმერთში. და ეს ღვთის განკაცება ხო რატო იყო კიდე ეს საჭირო, რომ ადამიანი ფაქტიურად აღმოჩნდა ჭაობში. და ამ ჭაობიდან ადამიანი ყოველი ჭაობში კაცი როცა არის ჩავარდნილი, ყოველი მისი მოქმედება, რომ თავისი თავი გადაირჩინოს, კიდე უფრო უარეს მძიმე მდგომარეობაში აგდებს, უფრო მეტად იძირება. ამიტომ საჭირო იყო გარეშე რაღაცა ძალა გარედან, რომელიც მას ამ ჭაობიდან ამოიყვანდა. და ეს იყო ქრისტე, ანუ ქრისტე, რომელიც არ იმყოფება ჭაობში. სხვა ყველა კაცობრიობა ხო ჭაობში, ამიტომ კაცი კაცს ვერ გამოიხსნიდა. ამიტომ იყო საჭირო ღმერთის მოსვლა, ანუ ისეთის, ვინც ჭაობში არ იყო, რომელიც ამოიყვანდა ადამიანს ამ ცოდვის ჭაობიდან. ესე აი კაცო საინტერესო ის არის სახარებაში, რომ შობაზე აქვს 40 ქუს, ლუკას და მათეს. და როცა მათეს გენეალოგიას. არა, გენეალოგია და შობის ეს ამბავი აღწერილია მათე და ლუკასთან და მათესთან საინტერესო ის არის, რომ მათე ებრაელებს წერს და მათე აღწერს მოგვების მოსვლას. ანუ წარმართები რომ მოდიან ქრისტესთან და ლუკა წარმართებს წერს და ლუკა აღწერს მწყემსების მისვლას ქრისტესთან და ეხლა ისე რომ თქვა ხო პირიქით უნდა მომხდარიყო ებრაელებს წერს მათე და უნდა ეთქვა რომ აი ებრაელები როგორ მივიდნენ ქრისტესთან, წყემსები ხო ებრაელები იყვნენ
და ლუკა რო წერს წარმართებისთვის უფრო მეტი ის ხო იქნებოდა რაღაც მათვისაც გასახარი ის რომ აი როგორ მოგვები წარმართები როგორ მივიდნენ ქრისტესთან და რა და პირიქით არის და ამით ალბათ ისიც არის ნაჩვენები რომ თლიანობაში ორივე ერსაც გაეგო ის რომ ქრისტე კაცობრიობისთვის მოვიდა არც ერთი ერისთვის მოსულა და არც მეორისთვის არ მოსულა არც მარტო წარმართებისთვის და არ მოსულა არც მარტო ებრაელებისთვის არამედ მოვიდა მთელი კაცობრიობისთვის და მთელ კაცობრიობას ახარებს თავისი მოსვლით და მთელმა კაცობრიობა, იმიტომ რომ ადამიანური ბუნების გამოხსნა ხდება და ადამიანური ბუნების გამოხსნა ის რაც ზოგადია და ყველასი და კიდევ ერთი რამეა სახარებაში საინტერესო იოსებზე რაც ის იყო იოსებზე რომელსაც მიბარებული იყო ღვთისმშობელი მართალი კაცი წერია იოსები მართალი კაცი იყო და ეხლა მართალი კაცი საერთოდ სახარებაში ხო ბიბლიაში რაღაც აღნიშნა რო არის კაცზე რომ ესეთია ესე იგი პასუხიც იქვე უნდა ვეძებოთ ხო რა იყო მისი სიმართლე რაში ჩანს და ну არის სხვადასხვა განმარტებები და აზრები მაგრამ ერთი მე ის მომეწონა რომ იოსებს ეუბნება ანგელოზი გამოცხადების დროს რომ დაიბადება რომელმაც უნდა იხსნა ერითვისი ცოდვათაგან ანუ ღმერთი იბადება იმიტომ რომ ცოდვათაგან ერის გამოხსნა ღმერთს შეუძლია ეს ღმერთის ძალაუფლებაშია ცოდვიდან ადამიანის გამოხსნა და ამდენი იცოდნენ ებრაელები ხო და ეხლა იოსებმა მიიღო ეს ესე იგი იბადება ღმერთი ღვთისმშობლისგან მიიღო დაიჯერა ეს ამბავი და ღვთისმშობელი დაიბადა და ამის შემდეგ ანგელოზი ეცხადება იოსებს და ეუბნება გაიქეცი ეგვიპტეში იმიტომ რომ ჰეროდე მოსდევს ყრმას მოსაკლავად აი ხა როგორი წინააღმდეგობრივი ის არის რომ თუ მეუბნები რომ უნდა დაიბადოს ღვთისმშობლისგან ღმერთი მესია და დღეს მეუბნები რომ მეორე დღეს მეუბნები რომ ეგვიპტეში უნდა გავიქცე და თან საინტერესო ის არის რომ გაიქეციო ეგვიპტეში და დროც არ არის მინიშნებული რა დროს უნდა მობრუნდეს ეგვიპტიდან რა როგორ იქნება არა უბრალოდ წადი და ის მთელი იოსების სიმართლე ანუ მართალი კაცი ის არის რომ ღვთის განგებულებას როგორ მიყვება ანუ ანგელოზის გამოცხადებას როგორ მიყვება არ იცის თუ ესეა ესე იქნება იმიტომ რომ ღმერთია რასაც მამა ამბობდა რომ მიუწვდომელი და მისაწვდომელი ღვთის განგებულების ღვთის გზა არის იმდენად მიუწვდომელი რომ აი მაშინ რომ ადამიანი ღმერთს მიყვები ეს არის მართალი ადამიანი თორე თუ ვიტყვით ლოგიკურად მაშინ იოსებს უნდა კითხვა დაესვა ანგელოზისთვის კი მაგრამ ესე რატომ მაგრამ მიყვება ამ განგებულებას და აი განგებულების ღმერთის გზა რაც არის რომ იყოს ნება შენი ღმერთს რო უთხრას ადამიანმა ეს არის ყველაზე დიდი მდგომარეობა და ეს არის მართალი იოსები ანუ მართალი კაცი არის ის რომ შეიძლება რაღაცა შენთვის გაუგებარი მოვლენა ლოგიკურად მაგრამ მიყვები იმიტომ რომ ღმერთის განგებულებას ვერ წუდები ხა ეს ანგელოზის და კაცის დაცემა აი რა სხვაობა და რა მსგავსება და რატო ხდება კაცის გამოხსნა და რატო ვერ ხდება ახლა ანგელოზის გამოხსნა და ანგელოზის პირველი ხო ანგელოზი დაეცა და ანგელოზის დაცემა არის არჩევითობა ანუ ანგელოზმა ეს აირჩია და ადამის დაცემა ეს არ არის არჩევითობა არის მაგრამ საწყისი არის შეცდომაში შესვლა ანუ ადამს იმი და ევა გველს შეყავს შეცდომაში და ამის შემდეგ ირჩევენ და ანგელოზი კიდე არავის შეცდომაში არ შეუყვანია თვითონ აირჩია თვითონ განსაჯა ესე და ადამიანს კიდე აზრი მიაწოდეს და ამასში მოტყუდა და ამიტომ ადამიანის გამოხსნის შანსი არსებობს იმ გაგებით რომ მოტყუებულია ხო და შე როდესაც სიმართლეს ეტყვი ის იმ ტყუილიდან გამოდის თუ მიიღებს და ანგელოზში ეს არ არის ანგელოზი მოტყუებული არ არის ანგელოზმა ესე გადაწყვიტა ხო თავის თავში და ამიტომ მოხდა დაცემა და ამიტომ არის რომ ადამიანის გამოხსნა შესაძლებელია და განკაცდა ღმერთი და ამიტომაც არის რომ ადამიანის გამოხსნა შესაძლებელია და განკაცდა ღმერთი და ანგელოზის გამოხსნა კიდე შეუძლებელია იმიტომ რომ მე მაგ ამაში კითხვა შენ რასაც ამბობ ეს ასე მასწავლის მეც
მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია და აი მაგალითად ანგელოზში თვითონ ჩაისახა ცოდვა, ანუ ერთის უარყოფა გარედან არ შემოსულა და ადამიანში მოხდა ეს გარედან შეთავაზებით. ხო, მაგრამ იქ ხო არიან ანგელოზები, რომლებიც ამ სატანამ აცდუნა. ეს სატანაში დაიბადა თავის თავში, მაგრამ მან რო აცდუნა ესეთებიც ხო არიან და ისინიც ხო ვერ აღზრებიან. მან რო აცდუნა ესეთები, ის მათი არჩევანით არ არის ის? არჩევანია ამას გაყვნენ. გაყვნენ, მაგრამ გარედან არჩევანი კი. მაგრამ მაინც გამოდის რომ ეს ესეთი ის არის. ანუ რამდენად აღსდგებოდა ადამი ქრისტეს გარეშე? ვერა, ადამი ქრისტეს გარეშე. ესეც ვერ აღსდგებოდა. ანგელოზი? ადამი ქრისტეს გარეშე ვერ აღსდგება. ხო, ესე იგი ქრისტემ აღადგინა, თორე ესეც მკვდარია, ვერ აღსდგება. ხო, ვერა. ხო და გამოდის რომ ადამი აღადგინა იმან რომ ის მრავლდება. აი შვილს ამხელა მნიშვნელობა. ხო. ანგელოზი ხო არ მრავლდება. ხო, არა. ესე იგი რო არ გამრავლებულიყო ადამი. ვერ აღსდგებოდა? ვერ აღსდგებოდა. ო აქ საინტერესო ხა ერთი ჩავეჭრები ისიც არის რომ აი ღვთისმშობლის როლი ხო განკაცებაში ხო გამოხსნაში ღვთისმშობელი ხო ესეთი წმინდა ადამიანი რო იბადება ეს ხო ღვთისთვის ჭურჭელი იყო ხო და ანუ ღვთისმშობელმა უდიდესი როლი ითამაშა კი მაგრამ მაინც ქრისტეა აი ყველა არა მე რას ვამბობ იმას რომ აი გამრავლებას გავიგე მაგრამ ღვთისმშობელს ის ევას უთხრა ეს მოხდებოდა ну მოხდებოდა ვიღაცის მეშვეობით და ეს მოხდა ღვთისმშობლის მეშვეობით მაგრამ ეს არის აღდგომის ხსნის იმედი იქვე ჩადო ევა ელოდა მეგონა კაენი იყო ის ხო მოლოდინი მუდმივ ყოველთვის არის ევა ღვთისმშობელიც რატო არ იბადება მაგალითად ეგრევე ადამ და ევას დაცემიდან მაგალითად აი რატო არ არის ეგრევე მომდევნო თაობა და რატო იბადება საუკუნეების მერე? ხო, ეს არის კაცობრიობის გამოცდილება. აი ქრისტეში ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოცდილებითი ის. ხო, განვითარება. გამოცდილებით იცხოვრა. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთმაო გამოცადაო თვითონ, აი რატო გადაეცა ქრისტეს ისა საჯულობა. ქრისტეს იმიტომ გადაეცა არა როგორც ძეს, როგორც ძეღმერთს. ღმერთია ქრისტე ხო, მაგრამ არა როგორც კაცს. იმიტომ რომ მას შეუძლია კაცი განსაძორი ჯოს. ჩვენი განსჯა ანგელოზს არ შეუძლია, იმიტომ რომ ანგელოზი კაცი არ ყოფილა და არ იცის. კაცი. ახლა ცოდნა სხვა არის, როგორ არ იცის, მაგრამ გამოცდილებითი ცოდნა სხვა არის და მან თვითონ იცხოვრა. კაცი შეიმოსა, კაცმა იცხოვრა. კაც ტყიოდა, კაც წყუროდა, კაც შიოდა და ეს ხო შეიძლებოდა ეს კაცი დააყენა საზომად და ეს კაცი დადგა საზომად. და მოცემულმა ყოველი ხელმწიფება ცათაშინა და ქვეყანასა ზედა. აი ეს ყოველი ხელმწიფება და ქრისტე განსჯის ყველას და ქრისტეს განსჯა იქნება სამართლიანი, იმიტომ რომ სამართლიანია, აი ღმერთს არ შეუძლია ადამიანი დასაჯოს, იმიტომ ის ღმერთია და ეს ადამიანია, მაგრამ ქრისტეს შეუძლია. იმიტომ რომ კაცია და საზომია და ეს საზომი დაგვიყენა. იმაზე მეც არ მოგთხოვს. იმაზე ნაკლებ შეგინდობს, მაგრამ როცა თხოვ და როცა მიხვდები რომ აი განკაცებაზე გამახსენდა წავი სადღაც მაგ წაკითხული რომ აი მაინც განსაზღვრულ დროში რატო მოხდა? ყوارე რაც ახლა კითხვა დავსვით რომ ერთი ის რომ ღვთისმშობლის დიდი როლი რა თქმა უნდა და მეორე ის რომ სამყარო მაშინ ორად იყო ხო გაყოფილი ებრაული სამყარო და წარმართული სამყარო და წარმართულ სამყაროში უკვე ეს ფილოსოფია ძიმდენა და სოკრატე, არისტოტელე, პლატონი ანუ ეს ისეთი აზროვნებას წამოვიდა იმდენად დიდი ძიება ჭეშმარიტების და იმდენად დიდად ეძიებდა წარმართული სამყაროს ჭეშმარიტებას ეს ზუსტად ის დრო არისო ღვთის განკაცებისთვის წარმართული სამყაროც მიმღებია იმიტომ რომ უძიებაშია
და მეორე ის რომ ებრაული სამყაროც მესიის დიდი მოლოდინია ამ დროს ბაბილონის ტყვეობა და შემდეგ მთელი ამბები რომ გრძელდება იქიდან მოდიან და მოკლედ ესეთი ორი ის არის რა რომ ესე წავიკითხე რომ წარმართული სამყარო ამ კუთხით არის მზად რომ როგორც აი ამ აძიებელი და ებრაული სამყარო დიდი მესიის დიდი მოლოდინი თვითონ ეს აბრამთან ცოცხლდება ეს ამბავი ანუ შენი თესლის გავამრავლებ ხო რასაც ევას ეუბნება იქ მერე არ ჩანს ის ევას შემდეგ იქ პირველი შობის დროს ამბობს ღმერთმა მომცა მერე იქ ადამიანების ის არის როგორ მრავლდებოდნენ რა ხდებოდა რა ისა და მერე არის ნოემდე რომ ადამიანებს პოვს და მერე არის ნოე და ნოეს შვილები და აი ის რომ აი ეს გამრავლების მომენტი რაღაცა ეს ხსნა რო იქ მოდის ეს აბრამისგან იწყება რომ ეს შენს თეს გავამრავლებ და ამიტომ როგორი რაღაცა არის ესე გრიგოლთვის მეტყველს აქვს აი რაც უფრო ნათელს რო ვიხილავო მე ღრუბელი დგებაო და ნათელი მშორდებაო მე ისევ ღრუბელიო და მე აი ამ და ესო იმიტომ ხდება ღმერთში გონებითი წვდომის დროს რომ რასაც გონებით შრომით ჩაწვდებიო იმასო ადვილად არ თმობო აი ეს სურვილი ეს მოლოდინი ხსნელის მოლოდინი ხსნელის სურვილი ხსნელი ჭირდება ამ საჭიროება ისა აი ეს ყველაფერი ადამიანებს ამზადებდა და აი ამ ყველაფრით მომზადებულმა ადამიანებმაც კი ვერ მიიღეს ბოლომდე. ხო, ბოლომდე. აი იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი რომ მიიღოთ და რომ გაეკეთებინათ და ამიტომ ხო და ის გამრავლებაზე რომ ვთქვით რომ ადამი აი ქრისტე ხშირად ადარებს ხეს ადამიანს ხე ნაყოფით გამოიცნობა კარგი ხე კარგ ნაყოფს გამოიღებს და ადამიანებზეა საუბარი ხა მართლა ლეღვზე ხო არ არის საუბარი ლეღვი არ მოისხამსო რაღაც თუდ ნაყოფს თუ რა ქვია იმას ეკალი რასაც ისხამს და ადამიანი რაღაცნაირად არის განხილული როგორც ხე და აი მამის გამოხსნა შეუძლია შვილს იმიტომ რომ შვილი არის მეორე ის არის მამა შვილს უყურებს როგორც თავის თავს ის არის იქ თვითონ არის ბაბუაც ხო აი ის რატო არის ის საიმ და ნდობა მეტი აქვს საკუთარის მიმართ და ხა ადამი წარმოიდგინე ხა ყველას ბაბუა თუ რა დავარქვათ ხო ყველას მამაა მთელი კაცობრიობის თეთრი შავი წითელი აი ყველას მამაა და აი ამ ყველას მამა სიხსნის ქრისტე რომელიც განკაცდა მისი შვილი მას უფრო მიენდო აი თუ 64-ში ხო ღმერთის არ მინდობა ღმერთი ეუბნება მას არ გააკეთო და მიენდო ბოროტს ხო ხო და აი აქ ხდება ქრისტეს მინდობა თავისი შვილის მინდობა და მამას ააქეს მამას არ აწუხებს შვილის სიდიდე ხო არ შურს შვილის სიდიდე როგორც შვილს არ შურს მამის სიდიდე მამის ჭიდილში ყოფნა თუ ორივე ნორმალურია თორე ხა უნორმოს შეიძლება რაღაცა შურდეს მაგრამ თუ ნორმალურია ის არ შურს მას რომ მამა დიდია პირიქით უხარია და მამასაც არ შურს რომ შვილი დიდია პირიქით მიყვება შვილს და გახარებულია ამიტომ ეს მამაშვილობა და ეს ისა რო არ ყოფილიყო ადამი ვერ აღსგებოდა ადამის შვილის გარეშე გამრავლების გარეშე ადამის გამოხსნა რო შესაძლებელი ყოფილიყო მას 64-ში ვეიხსნიდა ღმერთი რა საჭირო იყოს ყველაფერი აი შესაძლებელი იყო და არ გამოიხსნა აღდგენის შესაძლებლობა ჰქონდა და არ დაკარგა ის შესაძლებლობაც ადამს ხო მაგრამ მე ვამბობ დაცემის შემდეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო ისევ განდევნის მერე მო დაცემის მერე ადამიანს ადახარ ეს იყო შესაძლებლობა მაგრამ არ მოხდა ხო არ მოხდა ანუ შესაძლებელი არ გახდა და იქ რომ მომხდარიყო ადამიანს ადახართან აღდგომა
კი ბატონო, მაგრამ არ მოხდა, ხო? ესე იგი ვერ აღზღებოდა ადამიანს. მიუხედავად იმისა, გარედან შემოვიდა, ვერ აღზღებოდა, ვერ დაინახავდა სწორად. და გადაარჩინა გამრავლება. აი ხა ადამიანის დაცემა და დღევანდელი დაცემა მაგალითად ადამი რო დაეცა, ხედვა დაეკეტა, ხო? ღმერთთან მიმართებაში, აი ადამიანს სადახარ და ვერ ეუბნება პატიებას ვერ თხოვს. ანუ ადამიანმა დაკარგა ღვთის ხედვა. აი ხა დღევანდელი დაცემა, დღეს რო ადამიანი ეცემა, ის ამ ხედვას არ კარგავს. ანუ ადამიანით არ არის, იმიტომ რომ მას ცოდნა აქვს დღევანდელი დაცემის დროს, ჩვენ ცოდნა გვაქვს, ვიცით ჯვარცმა, ვიცით გამოხსნა, ვიცით ქრისტე და ამიტომ დღევანდელი ადამიანის დაცემას სხვა პირობები აქვს ვიდრე ადამიანის დაცემას. დააგვირდი, როდესაც ადამი ეცემა, ეს დაცემა ნიშნავს აი ადამიანის სული, ანუ გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს ეს რაღაცას რომ სამია, ხო? სული, გონება და ხორცი. მაგრამ ეს სული და გონება ერთია. სული გონიერია. მაგრამ ორად ყოფენ, მაგრამ არ იყოფა. აი ეს იბადება ადამიანს ქმნის ღმერთი, ეს სული არის სრული, ადამიანური, რომელთანაც ერთად არის სულიწმინდა და ღვთის სიტყვას აძლევს. გონებას. ხო? გონებაშია ღვთის სიტყვა. ეს არის ადამიანის დაბადება და დაცემა არის რომ მოშორდა და გაშიშვლდა. აქ ხდება დაცემა. გაშიშვლდა, ხო? მაგრამ ჩვენ შიშველი ვიბადებით. ანუ ჩვენ ვერ დავეცემით. დაცემული იბადები, ანუ შიშველი იბადები, ღმერთთან ერთად კი არ იბადები და ღვთის სიტყვა კი არ არის შენში დაბადებისას. ეს მერე შემოდის. მაგრამ ადამიანის დაცემას შესაძლებელია შეადარო. აი მაგალითად პატრიარქის დაცემა გონებით და სრულიად. აი მას შეიძლება ჩვენი დაცემა ესე, რომ ღმერთს მოშორება, ეს ტკივილი შეიძლება ჩვენ ვიგრძნოთ. თუმცა ამით ბუნება კი არ იცვლება ისევ იმაში, როგორიც დავიბადეთ იქ რჩება. და ადამი როგორიც დაიბადა, იქ არ არის. ბუნებაც შეეცვალა, ხო. ბუნება არ შეეცვალა, ანუ სული არ იცვლება. ანუ მდგომარეობა შეეცვალა, რომ შიშველი რჩება. ანუ შიშველი კაცი. როგორი შექმნილია. ის სული გაირყნა, ადამიანი გაირყნა, ეს გარყნა უფრო ბუნების გარყნა კი არ არის, ცნობიერების გარყნა, გონების. სიტყვა რო შორდება, იქ იყუნება მერე და სიტყვას რო არ ეძებს, ის უკვე არის ადამიანი, რომელიც გაირყნა, ანუ დაიშალა, გამოუსადეგარი გახდა. ესაიასთან არის კარგად, რომ წადიო მეკოთნესთანო და იგეტყვი ჩემს სიტყვასო, ღმერთი ეუბნება. მიდის ესაია და უყურებს მეკოთნეს შორიდან და ქოთანს აკეთებს და გაუფუჭდება. ნუ ესეთ თქვათ, აი ესეთ ქოთანს აკეთებს და გაუფუჭდა. გაუფუჭდა ისევ იმასხნა და დაიწყო გაკეთება, ოღონდ გააკეთა ესეთი. ანუ მე არ შემიძლიაო ესე გავაკეთო? თუ მეკოთნე შეუძლიაო ის? ანუ მან სხვა ადამიანი კი არ შეუქმნია, მაგრამ აი როგორიც შექმნა ადამი. ისეთი ვიბადები ჩვენ, ოღონდ ღმერთის გარეშე. ღვთის სიტყვა არ დევს ჩვენში და სულიწმინდა არ არის ჩვენში დაბადებისთანავე, მაგრამ ეს ქრისტემ მოგცა. ხო, ეს ნათლისღებით და ნათლისღებით და აი უკვე ის ისევ შიშველი ვრჩებით, როცა ის გშორდება და როცა ქრისტეს უღალატებთ. და ჭეშმარიტებას უღალატებთ, მაშინ რჩებით ცარიელი. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ ქრისტე 1000-ჯერ რო დაიბადოს, თუ შენში არ დაიბადა, შენ ვერ გადარჩები. ანუ ქრისტე ღვთის სიტყვა უნდა დაიბადოს ჩვენს გონებაში და ამ სიტყვამ უნდა მოგცეს სულიწმინდა, რომელიც მამისაგან გამოდის და ჩვენი სული ნათდება და ჩვენს გონებაში არის სიტყვა ღვთისა, რომლითაც გადარჩებით. ეს მოგცა ქრისტემ კაცობრიობას. გადასარჩენად. დღეს ამით შევჩერდებით და მომავალი
ლექცია, საუბარი იქნება ისევ გაგრძელება ქრისტიანობის და მოვიფიქრებთ, რაზე გესაუბროთ, თუ თქვენს გექნებათ კითხვები, შეგიძლიათ მოგწეროთ და მაგ კითხვებზეც გიპასუხებთ. თუ რამე გაუგებარი იქნა ჩვენი საუბრიდან, შეგიძლიათ დაწეროთ და აუცილებლად გიპასუხებთ. თქვენი კითხვებიც გჭირდება და თუ მოინდომებთ და დაწერთ კითხვებს, ჩვენ აუცილებლად გაგცემთ პასუხს და ძალიან გაგვეხარდება ესეთი ურთიერთობა, თუ იქნება ჩვენ შორის კითხვა-პასუხიც ძალიან საინტერესოა.